იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა მთავრობის სახლთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩას გადაკეტეს. ისინი ხელისუფლებისგან 12 ოქტომბრამდე გამოსახლების პროცესის შეჩერებას და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვენ. მათ მოთხოვნა წერილობით პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს გაუგზავნეს. შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. გავაკეთეთ სამწუთიანი გადაკეთება, რომ დაინახოს ხალხმა თუ რა მდგომარეობაშია დღევანდელი იპოთეკარები. ჩვენ ისე იგი ვაფრთხილებთ საქართველოს მთავრობას, აჭარის მთავრობას, რომ 13 წლის განმავლობაში თუ ყურადღება იქნება მისცემენ და გააკეთებენ იმას, რაც შეგვიძლია, რომელიც იყო შეპირება არჩევნებამდე, ჩვენ უკიდურეს მდგომარეობამდე მივიდივართ და რასაც გავაკეთეთ, აბა დაინახა მთავრობა ყველაფერს. ხო გვეუბნება ხელისუფლება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, ანუ წინა ხელისუფლებამ, რომელიც არის ავტორი ამ ადამიანების გაუბედურების, წაიღოთ მილიარდობით დოლარები, ხო? ეხლა კეთილი ნებოს მოქმედმა ხელისუფლებამ დააბრუნებინონ ეს თანხები და თვითონ აღარ ჩაიდვან ჯიბეში. აი ამ და სხვა ტიპის დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარონ. აი მე ვთავაზობ ძალიან მარტივ გამოსავალს და არავინ არ ითხოვს, რომ აჩუქონ ამ ხალხს. დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტები სესხად